ირანთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებლიანი პირი შეერთებული შტატებიდან და არა მხოლოდ აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან ერთმანეთზე საინტერესო განცხადებებს, საქართველოდანაც აკეთებენ განცხადებებს, ოღონდ ეგრეთ წოდებული ოფიციოზის წარმომადგენლები ან იშვიათად. ამიტომ ქართველ პოლიტიკოსთა უფრო ზუსტი რო ვიყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა აქა-იქ განცხადებებს, რომლებიც მაინც იშვიათად მაინც, მაგრამ ჩნდება საჯარო სივრცეში, ყურადღება არ მივაქციოთ და თქვენის ნებართვით ყურადღება მივაქციოთ, სწორედაც რომ ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა სივრციდან, ქვეყნიდან, შეერთებული შტატებიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ მხრივ ორი განცხადება, ორი კომენტარი, ორი აზრი იყო ჩემთვის მეტად საყურადღებო და თქვენს ამ ორი პირის ორ განცხადებაზე მიგაქცევინებთ ყურადღებას. პირველი განცხადების ავტორი არის JD Vance, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ერთ-ერთმა იუზერმა ვასილმა თითაშვილმა შესაძლოა სხვებმაც გაავრცელა JD Vance-ის თარგმანით და რაღაცა ესე შეუძლებელია რომ წავიკითხო რას ამბობს თარგმანი რაღაცა, ამიტომ თქვენის ნებართვით წავიკითხ ხმას ჩავუწევ და ჩავიკითხავ რას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ბევრისთვის არ მოსაწონი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი პირი, რომელსაც ენდობა პრეზიდენტი ტრამპი და ეს ვიცე-პრეზიდენტი მეტნაკლებად ზუსტად განმარტავს როგორი არის შეერთებული შტატების მიდგომა დღევანდელი ირანის მიმართ. ირანი აქვე ვიტყვი რომ არის ასაკვირველია უზარმაზარი, აი ასე უნდა ვთქვა, დიდი კულტურის, უზარმაზარი, დიდი ისტორიის ქვეყანა, ბევრად დიდი ისტორიის ქვეყანა, ვიდრე ბევრი თანამედროვე დიდი ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ირანი წარსულში როგორი იყო რა დიდი ისტორია და კულტურა ჰქონდა მას, ამაზე კი არ ვსაუბრობთ ახლა, არამედ ვსაუბრობთ ახლა დღევანდელობაში ვაგლახდა სამწუხაროდ როგორია ჩვენს მეზობლად ფართო გაგებით, ხო? თლად მოსაზღვრე სახელმწიფო არ არის, მაგრამ აქვეა ორი ფეხის ნაბიჯში, ასე რომ ამბობენ ხოლმე 800-1000 კილომეტრია სულ რაღაც ჩვენგან. ასაკვირველია. ირანამდე მოკლედ მე ვისაუბრებ თემაზე რას ამბობს JD Vance, მაგრამ JD Vance-ზე საინტერესო განცხადებას, რომლის ავტორიც არის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცოტა ხანში ასე 3-4 წუთში მივუბრუნდები. JD Vance-ის ყველა წინადადება თუ არა, ბევრი წინადადება კი გავაანალიზოთ და შეძლებს დაგვარად გავავლოთ საქართველოსთან პარალელები, ბარემ იმასაც ვიტყვი და გასპოილერებთ, რომ რუბიოს განცხადებაზე როცა გადავალთ, იქ უფრო იოლი, როცა ჩავიკითხავთ მას, იქ უფრო იოლი გასავლები იქნება, პარალელები ჩვენს ბედკრულ ქვეყანასთან. მაშ ასე, JD Vance. ფოთის ვიხდი კიდევ გამექცა. ერთი რამის თქმა სურს ირანელებს, ბრძანებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ცოტა აუწიოთ თუ დებოთ ხმას, თან რომ რაღაც ისმოდეს. ძალიან მაკვირვებს და არ მესმის ამგვარ სისტემაში როგორ ცხოვრობენ ირანელები იგულისხმება. და მგონია რომ ეს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას განსაკუთრებით ართულებს. რა ართულებს? რა შეიძლება ართულებდეს შეერთებული შტატების ურთიერთობას, დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან? როგორ გონიათ და რა არ ესმის ბოლომდე? არ ესმის იგულისხმება ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის გასაოცარი ამბავი, სამწუხარო და გასაოცარი ამბავი, ამბოუსმინოთ, კვლავ ვიმეორებ JD Vance. ირანში გადაწყვეტილებებს იღებს უზენაესი ლიდერი. საქართველოსთან პარალელი ბარემ. საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს მისი უჩქვიანესობა. მიზინა ივანიშვილი. არა უწმინდესი და უნეტარესი არ იგულისხმება კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, არა რომელიმე ფორმალური მმართველი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მისი უჩქვიანესობა. უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, სადა უჩკვიანესობა ბიზინა ივანიშვილს შორის პლატოლობის ნიშანი, რასაკვირველი არ უნდა დავსვათ, იმიტომ რომ ის ბევრად მასშტაბური ქვეყნის, ბევრად ძლიერი ქვეყნის
სულიერი უზენაესი ლიდერია. ეს კი პატარა ქვეყნის სოფლად რომ გარდაქმნა იმგვარი ქვეყნის უჭკვიანესი წყალებში ცხადია ლიდერია, მაგრამ ერთიც და მეორეს პრინციპში მაინც ხო და ეს მეტად ვიდრე ის არის არაფორმალი მმართველი. ასე უნდა ვთქვა, ის მისი ალი ხამენეის ფორმალიზება კიდე მომხდარია, ამისი ფორმალიზება მომხდარი არც არის. მაგრამ აქ ჯეიდი ვენსის წუხს იმაზე რომ პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრია, პრეზიდენტია რაღაც რომელიმე უწყების ხელმძღვანელია თუ ასე შემდეგ, არავინ არაფერს არ ეკითხება მათ. და გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე იღებს ალი ხამენეი. და ეს არის ამერიკელებისთვის ცოტა გაუგებარი როგორ ხდება ასე და როგორ უნდა გაუმკლავდნენ დამცავარია ყველაფერს. პრეზიდენტს ჩვენი შეფასებით უმნიშვნელო გავლენა აქვს, ამბობს ჯეიდი ვენსი ირანის პრეზიდენტზე. ის ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს, აქაც ირანის არ იყოს, აი ეს სისტემა შექმნა მიზიდა ივანიშვილმა, აქაც არავინ არაფერს წარმოადგენს. აი მე გუშინ გავავრცელე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელიც არ დასტურდება ალბათ უფრო, მაგრამ ეს სხვა წყაროებს მათ გაავრცელეს და შესაძლოა და იგივე წყაროები გვყავდა ჩვენ, მაგრამ ამ მნიშვნელობა დინარაზის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის თაობაზე. არ დასტურდება ვთქვათ, შევცდი მართლაც ორ კი არა 15 ადამიანს რომ დაედასტურებინა, ეს სანამ კადრს არ ვნახავდით, ფაქტს არ დაადასტურებდა თავად დინარაზე თუ ზოგადად საქართველოს მთავრობად წოდებული ბანდა. მანამდე ეს ფაქტი ფაქტად ვერ ჩაითვლებოდა, რომც ყოფილიყო. რა მნიშვნელობა აქვს დინარაზე იქნება იქ ამერიკაში ჩასული თუ კობახიძე. თუ აქ ჩამოსულებს არავინ არაფერს არ შეეკითხება. არავინ არაფერს შეეკითხება, ბარემ ვიტყვი ასე. მაკვირვებს და არ მესმის, როგორ სისტემაში ცხოვრობენ. სისტემა მართლაც ასეთია. იქაც ირანში და საქართველოშიც. რაც არ უნდა სწორი, კარგი შეხვედრები, პოზიტიური გადამართოს მის ნამდვილად იყო შეერთებულ შტატებში საგარეო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, მაგალითად. რაც არ უნდა დაუჯეროს ამერიკელებს, რაც წარმოუდგენელია. ირაკლი კობახიძემ აბას თუმნის უღრანებში გამაგრებული და ირანში კი სადღაც გამაგრებული ალი ხამენეი და აქ კი აბას თუმნის უღრანებში გამაგრებული ბიზიდა ივანიშვილი ჩვენ სინამდვილეში ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. გინდა ახტი და გინდა დახტი და პირდაპირი ბერკეტი, როგორც ასეთი მისასვლელი გზა ჩვენ შემთხვევაში ბიზიდა ივანიშვილთან არ აქვს არავის პრაქტიკულად და ამიტომაც არის სიტუაცია ერთგვარად გაჭედილი. ოღონდ ირანი ძლავრი სახელმწიფოა საქართველოსთან შედარებით. საქართველოსთვის ბიზიდა ივანიშვილისათვის კისრის მოგრეხა თუ ვინმე გადაწყვიტა, ხო, ეს შედარებით იოლი იქნება ვიდრე კისრის მოგრეხა რა გვარია ალი ხამენეისათვის. One thing I would say about the Iranian that is just really weird to me, and I don't. Okay, the president. President's ჩვენი შეფასებით უმნიშვნელო გავლენა აქვს, ამბობს, ის ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს, ამოიწურა და ვიჯერო დაიბორძი, ოდიში. ძალიან უცნაური ქვეყანაა ირანი. დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, რადგან ვერც კი ესაუბრები იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანას რეალურად მართავს, ეს მნიშვნელოვნად ართულებს ყველაფერს. ჩვენთანაც რეალურად იგივე პრობლემის წინაშე დგავართ ჩვენ. ახლა ამოვწუროთ ჯეიდი ვენსიზე საუბარი და აღარ ვისაუბროთ იმაზე ჯეიდი ვენსმა რა თქვა. მე წაგიკითხავთ ამ აზრის ერთგვარ გაგრძელებას პარადოქსია, თითქოს კი არა ნამდვილად, მაგრამ რასაც მარკო რუბიო, ეს უგამოცდილესი დიპლომატი, უგამოცდილესი პოლიტიკოსი ამბობს ირანთან დაკავშირებით, ამბობს თითქოს ერთში ემთხვევა საქართველოს რომ ამოიღოთ. ახლა სახელწოდება ქვეყანა ირანი და ჩასვათ საქართველოს მის ამ წინადადებაში, რომლებსაც ჩაგიკითხავთ, ჩვენ გვეგონებათ რომ თითქოს ის საუბრობს სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაზე. ნახეთ რას ამბობს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, ირანის რეჟიმი არ ასახავს ირანელ ხალხსა და არც მათ კულტურას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. დღევანდელი რეჟიმი საქართველოსი არ ასახავს საქართველოს ხალხსა და საქართველოს ხალხის კულტურას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ბევრი კითხულობს, ბევრი თქვენგანი კითხულობს. რა საჭიროა რუსთაველზე, რა აუცილებლობაა რუსთაველზე დგომა. რუსთაველზე მდგომი ადამიანები ასახავენ ჩვენს კულტურას და ჩვენს ისტორიას, ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენენ. დინარაძე და კობახიძე არ წარმოადგენენ, ასე უყურებს
თურმე შეერთებული არა მარტო მე რუსთაველის გამზირზე სულ უფრო იშვიათად რომ დავდივარიც კაცი და თბილის სახლიდან კომენტარებს რომ ვაკეთებ არ ვიდეო ბლოგებს რომ გთავაზობ არამედ ოკეან გაღმა გაცილებით თბილის სახლში ვითარებაში მყოფი მარკო რუბიოც და აი რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედაც რომ რუსთაველზე გასვლა რომ მარკო რუბიომ ან სხვა რამის მიერმა რომელიღაც ეტაპზე გააკეთოს ამგვარი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით თუ ირანელ ხალხს არ ასახ ირანელი ხალხის პოზიციას არ ასახავს ალი ხამენეის რეჟიმი და ზოგადად ირანის ხელისუფლება და ეს არ ასახავს რატომ? იმიტომ რომ ირანელი ხალხი გავიდა ქუჩაში. ზიმედ განვითარდა იქ მოვლენები, მაგრამ გავიდა ქუჩაში, ახლაც ქუჩაშია ამ წუთებში და მარკო რუბიომ თქვა ეს ადამიანები და ეს ხელისუფლება წოდებული თუ ხელისუფლება ერთმანეთთან ახლოს არ არიან. შუა უზით დიდი ზღვარი, ხო? თუ მაინც და მაინც რუსთაველი შუა უდევს დიდი ზღვარი, ხო? თუ მაინც და მაინც რუსთაველი უნდა ვახსენო, თუმცა სხვა ნაწარმოებების არა მარტო ეფხისტყაოსანის, არამედ სხვა ნაწარმოებების ხსენებაც შეიძლება. ისტორიული ფესვები აქვს, არ ვიცი სხვა ქვეყნების შესახებ, სადაც უფრო დიდი სხვაობაა ქვეყნის მმართველებსა და იქ ცხოვრებ ხალხებს შორის. საქართველოშიც, dear მარკო, ხო? საქართველოშიც დიდი სხვაობაა მმართველებსა და იქაც და ხალხშორებრივ ხალხს შორის. იქაც განა ალის რეჟიმს არ ახავს მომხრეები, ხავს. ეს შესანიშნავად იცის მარკო რუბიომაც. მაგრამ მაინც პრეზენტატორი ირანელი ხალხისა არის ალი ხამენეის წინააღმდეგ წასული საზოგადოების ირანელი ხალხის საზოგადოების უმეტესობა. პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ერთი უნიკალური აბზაცი უნიკალური მოსაზრება. პრეზიდენტი ტრამპი მზად არის მსოფლიოში ნებისმიერ შეხვდეს და დაელაპარაკოს. ანუ სათავესო შეხვდეს ალისაც. ჩვენ შეხვედრებს დათმობად არ მივიჩნევთ, ანუ ბიზინა ივანიშვილს თეორიულად თუ შეხვდებიან ოდესმე და ტრამპი რასაკვირველი არ შეხვდება. ამას მით უმეტეს არ შეხვდება, იმიტომ რომ საერთოდ არაფორმალი მმართველია. ისეთი ფორმალიზებულიც არ არის, როგორც არის ალი ხამენეი. მაგრამ ნახეთ აზრია თავად საინტერესო. ჩვენ ლეგიტიმაციად არ მივიჩნევთ ამ ყველაფერს. დათმობად არ მივიჩნევთ. ჩვენ მზარდ ვართ დავსწრეთ და ნებისმიერს მოусმინოთ. მათ შორის ალისაც. მტერს მოკავშირეს ცხადია მსოფლიოში ნებისმიერს მოусმენთ. პრეზიდენტი ყოველთვის ემხრობოდა ამას. მან ეს პირველი ადმინისტრაციის, ანუ პირველი კადენციის დროს საჩვენა, პირველი 4 წლის განმავლობაში 16-დან 20 წლამდე და ახლაც ამას ვხედავთ. ასე რომ ჩემი აზრით თუ ირანის რეჟიმის კოლეგებთან პირდაპირ შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს, ამერიკის შეერთებული შტატები დაუჭერს ამას მხარს. გვეგონა და ახლა უკვე იგულისხმება ირანისა და შეერთებული შტატების ფორუმი. განსაზღვრული გქონდა, ანუ ფორმატი, ფორუმი, თემატიკა და ასე შემდეგ. შეთანხმებული იყო თურქეთში ეს შეხვედრა. რამდენიმე პარტნიორის ორგანიზებით, რომლებსაც დასწრება და მონაწილეობის მიღება სურდათ. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, ცალკეული სახელმწიფოები იგულისხმება. გუშინ ირანული მხარისგან ურთიერთსახელად წინააღმდეგო ცნობები ვნახე, რომლებშიც წერდნენ, რომ ირანელები არ დათანხმდნენ ამას. ამიტომ ამაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. და ბოლოს შტატები მზად არის, ყოველთვის იყო და არის ირანთან შეხვედრისთვის მზად. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების თემას და იმას რა უნდა იყოს დღის წესრიგი, ჩემი აზრით იმისათვის რომ მოლაპარაკება რაიმე არსებითამდე მიგვიყვანოს, ისინი კონკრეტულ რაღაცეებს უნდა დაეყრდოს, ეხებოდეს. მათ შორისაა ბალისტიკური რაკეტების რადიუსი, რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების სპონსორი, ბირთვული პროგრამა და ისიც როგორ ექცევიან ისინი თავიანთ მოსახლეობას. მიაქციეთ ყურადღება, მარკო რუბიო საუბრობს ირანზე. და როგორ ექცევა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას? როგორ და მაღალი ალბათობით ქიმიური არახსესვრის 24 წელს. არბევს გამანებოთ თავი ერთის ამ ბრუტალურ ქმედებებს. მათ უფლებებს ყოველდღიურად კანონებით ზღუდავს. როგორ ექცევა საქართველოს მოსახლეობა მისივე საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა მისივე მოსახლეობას. ეს არის კითხვა. ეს არის კითხვა, რომელიც ჯერჯერობით თბილისის მისამართი გარისმის, მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც აუცილებლად იქნება დასმული დე-ფაქტო ხელისუფლების გასაგონად, ანუ უფრო ზუსტი რომ იყო ივანიშვილის გასაგონად. გამოაგზავნის წერილს მარკო რუბიო ეგრა მაგის პასუხი, რომელიც არ მიიღო კონვერტიც კი ბიზინა ივანიშვილმა, როცა იყო მაშინან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 2 წლის წინ, არ ვიცი, არა, წელიწადნახევარი წინ კი არა, ბოდიში ვთქვი, მარკო რუბიო უკვე სახელმწიფო მდივანი იყო, ეს არის
რამდენიმე თვის წინ, 1 წლის წინანდელი აბა პლუს მინუს, ხო, 10 თვის წინ, ხო, დაახლოებით. ხო, არ ვიცი, ბიზინა ივანიშვილი ალბათ არ მიიღებს, იმიტომ რომ მას არ უნდა საკუთარი თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენოს. მე უამრავ რამე სიტყვის FSB-ს დავალებებს შეასრულებს, ეტყვის რომ მე რა შუაში ვარ, რატომ უნდა ვიყო ადრესატი ამ წერილისა, როცა არსებობს ფორმალური პრემიერიო. ამას იტყვის როგორც თქვა, მაგრამ ყველაფერი იცის, სუსტად ისე როგორც ირანთან დაკავშირებით უბრალოდ ჯერი საქართველოსი, დრო საქართველოსი, როგორც ასეთი ჯერ არ დამდგარა, არ მოსულა და მისევ მარკო რუბიო, რომელიც ბრძანებს, რომ ამერიკა დაელაპარაკება ყველას, როგორც დღის წესრიგს განსაზღვრავს, სწორედაც რომ შეერთებული შტატები. ბოდიში შემდეგი აბზაცი. ფუნდამენტური პრობლემა, რომლის წინაშეც ირანი და მისი რეჟიმი ახლაც დგას, არის ის, რომ ქუჩაში ხალხი გამოდის. აი პასუხი კითხვაზე, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენი ქუჩაში ყოფნა მსგავსად ირანელი ხალხის ქუჩაში დგომის არის საფუძველთან საფუძველი, რომ ადრე იქნება თუ გვიან და თუნდაც გვიან ვაშინგტონიდან გაკეთდება განცხადება, ხალხი ქუჩაშია და თქვენ შორის არის უზარმაზარი თურმე უფსკრული და პრეზენტატორი ქართველი ხალხისა არის არა ბიზინა ივანიშვილი, ანუ მისი უჭკვიანესობა ბჭყალებში, ისევე როგორც არ არის ალი ხამენეი პრეზენტატორი ირანელი ხალხისა შვენგან არც თუ შორს მდებარე სახელმწიფოში. ხალხი ქუჩაში გამოდის და მოთხოვნებით, რომელთა აღმოფხრაც ამ რეჟიმს ირანის რეჟიმი იულისხმება, არ შეუძლიათ, რადგან არც ეკონომიურია, პრობლემები კვლავ არსებობს და ერთ-ერთი მიზეზი, რომ ირანის რეჟიმი მოსახლეობას ვერ აძლევს ისეთი დონის ცხოვრებას, რომელსაც იმსახურებს ეს მოსახლეობა, არის ის, რომ რეჟიმი მთელ ფულს და რესურსებს, რომლითაც ქვეყანა მდიდარია, ტერორიზმის დაფინანსებისათვის იყენებს მსოფლიოში ყველა იმ პროქსი ჯგუფისათვის და სპონსორებისათვის, როგორც თავად მოწოდებენ რევოლუციის ექსპორტისათვის და აქაც ბიზინა ივანიშვილი არა ბიზინიზმის ექსპორტისათვის მაინც, მაგრამ იმ ტერორისტების, ან ნახევრად ტერორისტების, იმ საკუთარი პროქსი ჯგუფებისათვის იყენებს მთელ ფულს, მთელ პროპაგანდისათვის იყენებს მთელ ფულსა და რესურსებს. ამიტომ თლათ ტოლობის ნიშანი არ არის, იმიტომ რომ ის უსასტიკესი კაცია და ბიზინა კიდე ფეიქ სასტიკი კაცია, ანუ ტოლობის ნიშანი არ არის ალი და ბიზინას შორის, მაგრამ ბიზინა რომ მისი ჭყალებში უჭკვიანესობაა და ბიზინა რო არაფორმალი მმართველი და ბიზინა რო იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე, ეს ვაშინგტონში შესანიშნავად იციან. ამიტომ თუ მაინც და მაინც ესეთი ნავი უნდა დავხატოთ, ან გემი იალქნიანი, ხო? ამ გემში ერთად ხედან აქ პუტინი, აქ ალი და აქ ივანიშვილი. აი ეს არის მაგალითად პუტინი, ეს არის მაგალითად ივანიშვილი და ეს არის მაგალითად ალი და აქვე არის მაგალითად კიმი, ასევე არის სინძინპინი, ასევე არის ლუკაშენკა, ასევე იყო სადღაც ფარდულში ასადი, ასევე იყო არაფარდულში მადურო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარკო რუბიოს ხო საქართველოზე არ გაუკეთებია ეს განცხადება. ჯეიდი ვენს ხო საქართველოზე არ გაუკეთებია ეს განცხადება. მაგრამ რომ ამოიღოთ სახელწოდება ქვეყნის სახელი ირანი და ჩასვათ ირანის ნაცვლად საქართველო ერთ-ერთში პრაქტიკულად ერთ-ერთში მიესადაგება ის რაც ითქვა ირანზე, მიესადაგება ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას. და ადრე იქნება თუ გვიან თუ ჩვენ ქუჩაში ვიდგებით, ყველა სიტყვა ზედ მიწევნით სუსტად უნდა ვთქვა, თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, ადრე იქნება თუ გვიან, სწორედ ეს ადმინისტრაცია, ამ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამგვარ განცხადებას გააკეთებენ და განსხვავება ბიზინასა და ალი ხამენეის შორის არის ის, რომ ბიზინა ღუა ჭიაღუა, ხოლო ის შედარებით დიდი მასშტაბის და დიდი ზომის სულიერი არსება. ნახვამდის.